აბსოლუტურად უთხრელად, რომ არ ეგონოს რომ პოლიტიკურ კორექტულობას ვიჩენ. ანუ კორექტულები ვიყოთ ფაქტებში და ამავე დროს ამოცანა დავისწროთ სწორი. ჩვენ ეკლესიაში არის სხვა ხალხი, მათ შორის უმცირესობაში შეიძლება ბევრ საკითხში სამწუხაროდ არის ხალხი, რომელიც რა თუ რუსეთის წარად აქვს ძალიან სამოქალაქო შეხედულებები ამ სწორი გაგებით და პატრიოტია ქვეყნის საკითხი უნდა. თუმცა არავინ არ გვერდები და ყველანი ხედავთ რომ ამ ინსტიტუტს ჩვენი მტერი იყენებს იდეოლოგიური აგრესიისთვის და სამწუხაროდ მის წიაღშენიან ხალხი ვინც ამას არ შეგნებულად ან შეუგნებლად აკეთებს ასეთებიც არის. ჩვენ ამას ხედავთ ბევრი საკითხი დაწყებული სიძულვილი პროცესების მიმართ გაგრძელებული ამ წიაღის გეოპოლიტიკური იდეებით ამაზე ვისაუბრებთ სწორედ და ამას უნდა დაუპირისპირდეთ სწორედ ამ არგუმენტებით და აქ თქვა სწორი რამ ზოგადად რომ დასავლური თავისუფალი ცივილიზაციის ფიგურები მოიყვანოთ უბრალოდ დაუმატებელია ჩვენი ისტორიაში ჩვენი ეკლესიის ისტორიაში ჩვენი საზოგადოების ისტორიაში გვაქვს მაგალითები არაერთი იმ ხალხის ისეთი ფიგურების რომლებიც დამფუძნებელი მამები იყვნენ ჩვენი თანამედროვე საზოგადოების და რომლებიც იყვნენ დასავლური ევროპული ცივილიზაციის ნაწილი თავისუფლების დამცველები. ილია ჭავჭავაძე დაწყებული თავარ საკითხში და გაგრძელებული კირიო კათოლიკოსის გამახსენეს გადაცემაში მის წერილი და პატრიარქი ხელაიათი რომლებიც სწორედ ევროპული თავისუფალი არჩევნების თავისუფლების დამცველი ქართული ელიტის წარმომადგენლები იყვნენ და მათი მოსაზრებები სწორედ ამ ცივილიზაციურ გაყოფაზე იყო ძალიან მკაფიო. უფრო შეიძლება შევიდეთ წავიდეთ გიორგი თათბერტა მივიდეთ. ამიტომ ეს მაგალითები არის მოსაყვანი სწორედ იმ ხალხთან საუბრისას რომლებიც ძალიან მოწმუნეები უცხოა და ეს არის დიდი ნაწილი საზოგადოების და ლეგიტიმური ნაწილი და არ ვაკეთებ ხელი აბრაბრად ამის გამო ავტომატურად, მაგრამ არ უნდა დაუთმოთ არც ერთი მთავარი როცა პრინციპზეა ლაპარაკი. არ გამიგოთ არასწორად პრაგმატულობაში არ ჩათვალოთ დათმობა პრინციპის, მაგრამ ეს მაგალითები არსებობს და ჩვენ ამ მაგალითებზე უნდა ვისაუბროთ და საერთოდ ამით მინდა შევაჯამო ორი შენიშვნა ითქვა რომ ამ პრაგმატულობაში არ უნდა გადავიჭროთ და მორალურად დათმობოთ მინდა დავეთანხმო ჩემი სულისკვეთება ეხმებოდა სწორედ იმას თუ ის ადამიანები ვისაც აქვს წმენა და აქვს ნება რომ დიდი ხანი იბრძოლოს არ ვიქნებით მობილიზებული და არ ვიქნებით ამ ბრძოლაში საღიაზრი და ცივი გონებით მებრძოლები რაც სულაც არ გულისხმობს წმენაზე უარესებას პირიქით ამ წმენის გამო უნდა ვიყოთ ცივი გონებით ამ ბრძოლაში რათა მოვიგოთ ჩვენ ყველას ერთად არ აგვაქვს უფლება რომ დავმარცხდეთ ამ ბრძოლაში თავისუფლებით